Sırtlarını saçık, üstünde bir serçecik, serçeciğin ağzında turuncu bir çiçekçik. Minik çiçek. Madara Allah მათმაძა იყოს ჩემი თვლებიანი სამაჯური, kedili ფისოებიანი ჩანთა, hepsini al. ყველაფერი წაიღოს. Doğum günümde არც ვარდისფერი ტორტი მინდა დაბადების დღეზე. yeter ki Allah annemize dede izin დამიბრუნოს, versin, გთხოვ. ne olur. შენ ნურჯანის ქალიშვილი ხარ? რა ქვია? Ada, ადა, რა? ada. ადა, ნახე ბავშვის ეს ადაურქმევია. იგივე ოინები. ადა დაივიწყე. ამიერიდან მერიემი ქვია. მე ბიძა შენი ვარ. ჩემთან და რძალთან ერთად იცხოვრე. ჩვენზე ილოცე. ჩვენ რომ არა, ბავშვთა სახლში აღმოჩნდებოდი. გაიგე? აბა რა ქვია? მარიემი, კარგი. მხოლოდ შენი ნივთები აიღე. სახლის მეპატრონეს უკვე დავილაპარაკე. დედას ნივთებს ღარიბებს დაურიგებენ. ვინა ღარიბი? ვინც არ უნდა იყოს. შენ რა, მიდი იჩქარე. ეს რა არის? მამას ამეკითხავ, მე ვერ შევძელი, დედას წერილია. რა იყო? მეღურებს ყოველების მოწყვა შეუძლიათ? დედა შენმა თავისი სულელეებით გაგივსო. ეს დრო დამთავრდა.
დედა, გეყოფა, დედა შენი მოკვდა. აღარ არის დედა შენი. თოვლი. ვითამაშოთ? ძმაო ისმაილ, ეს ნურჯანის ქალიშვილია? ო, დედის ასლია. მე გავზრდი რომ ხასიათი დედას არ დაემსგავსოს. მამა კიდევ არ გამოჩენილა? არ გამოჩენილა. შვილო, რა გქვია? Ada. ადა, მერიამ. თოვლით თამაში შეწყვეტე. თავი არ ამადგეო. წამოდი წავიდეთ. წავედით. ბედნიერ დღეს გისურვებ. კარგი დღე გქონდეთ. მოდი. Geldiniz mi? მოხვედით? Ah, gelin bakalım. მოდით. Bu mu? ისაა? ო, ის არის. Bu bayağı büyük. უკვე დიდია, რამდენი წლისაა? მე რა ვიცი. Hadi gir içeri. შიგნით შემოდი. მოდი, წამოდი. არაფერი იცის. დედამისი ასე ზრდიდა. Anası arkada. დედამ ვალები არ დატოვა, არა? მე საიდან უნდა ვიცოდე? გეკითხა მეც ისმაილ. Rahmetli. მიცვალებული არ დასწავლან. დაწყებონ მე რა. ამაზე იმ ხალხმა იფიქრეს, ვინც უკმრო ქალს ფულს აძლევს. ყველანზე გუნდა წავიდე და სახელი მერიემად გადავუკეთო. Niye? რატო? სახელი არა აქვს? დედამისმა რაღაც იდიოტური სახელი დაარქვა. ამით მთავრდება საქმე, არა? Bunu სკოლაშია დასარეგისტრირებელი. ჩანთა, ფეხზე წმელი. ჩანთა მაქვს, დედა მეყიდა. Ya maddiyatını ისმაილ ამ მდგომარეობაში ბავშვის მოვლა შემიძლია? İsmail, artık ძვლების ტკივილისგან ვეღარც მუშაობ. işimizi zor görüyorum ben. ეს სამადლო საქმეა, სამადლო. მომავალ ცხოვრებაში მივიღებთ ამისთვის. ამ ცხოვრებაში კი ის მოგვივლის, როცა დავბერდებით. დაგეხმარებით, მეტი რა გინდა. პატარა ბავშვს მუშაობას დავაძალებ? დავაძალებ, რა თქმა უნდა. მერიემ, შვილო. ჩემი არ გესმის? რატომ არ მპასუხობ? დაადგოზე მომიტანე. Otur kız şöyle. დაჯექი გოგო, დაჯექი. Acıkmadın არ mı? მოგშივდა? Çorbanı koyayım. წნიას ამოგიღებ. ეს დალეოს რა წნიანი. შემომხედე. შენ ჩვენი ქალიშვილი არ ხარ. შენ იმიტომ წამოგიყვანე რომ არ ეთქვათ ისმაილმა დისშვილი დატოვაო. და კიდევ იმიტომ რომ ჩვენ კარგი ხალხი ვართ. შენ ჩვენს ნარჩენებს შეჯამ. იმას შეიცვალ, რასაც მოგცემთ. იმას გააკეთებ, რასაც ჩვენ გეტყვით. გასაგებია? წონიანში პური არ ჩაულაგო. ბატონიშვილი ხომ არ არის? დაანებე, თავისი ადგილი იცოდეს. Allah. მართო, Annem. დედა დამიბრუნე. აღარ ვიცელქებ, თო. დამიბრუნე, დედა. სხვას აღარაფერს ვთქო. Annem geri ver. Başka hiç დამიბრუნე, დედა. გოგო, დაიძინე, რა კატასა ვიცრიალებ. ღმერთმა რომ ვინმე გამოაგზავნოს, დედა შენს გამოაგზავნის? ამ ღამემ ტანჯავს. თვითონ ამოისუნთქა, შენი თავი კი პრობლემა დაგვიტოვა. მერიამ, გოგო, მერიამ, ადიქი.
Გავიღვიძე ბიძია. Ne bari? რა ყვირებს დილიდან? Bir şey yok. არაფერი. Sen tuvalete საფირფარეშოში გაგიყვანო? Ha, götür. გამიყვანე. Hadi gel. წავედით. Tutun bana. დამეყრდენი, მიდი. Yavaş yavaş. ნელა, ნელა. ყოველ დილით მე უნდა გავაღვიძო გოგო. ერთხელ მაინც გაიღვიძე შენით. მიდი ადიქი საუზმე მომზადე, შია. Hazırlayacağım. მოვამზადებ. ელფასი როდის უნდა იყო? Dün nerede? გუშინ მომცეს. და რატომ არ მაძლევ? Akşam საღამოს არ გამხსენებია და მოვიწყდა. Dur getir. ახლავე მოვიდა. ფულს ხომ არ მიმალო? Olur mu öyle რა şey? სამბობ? Bunca yıl bana თქვენ მზრდიდით, მიცავდით. sahip çıktın. მე თქვენს ამაკს ვერ გადავიხდი, ბიძია. Al. გამომართვი. კაცი მომადური არ უნდა იყო. აი, აიღე 50 ლირა. რომ არა თქვენ ისმაილის დიშვილი ავტობუსით დადისო. Sağ ol. მადლობა. Alo. გისმენ, Tamam. გისმენ, კარგი. İndirmeye Ახლავე მოვალ. Hemen geliyorum. Kardeş, ძმაო, kardeş. ძმაო, Ben evime Bugün geldim. çantam yok. Atayım seni böyle. მადლობა. მადლობა, მაგრამ სად ვარ? Eyvallah. მადლობა. Eyvallah da... ეს რა ადგილია? Ben bu kızı ეს გოგო სად ვიპოვა? Ya... კარგი, თუ სამსახური არ გაქვს, ასეთი საქმეებით უნდა დაკავდე. საით მიდიხარ? სტამბოლში. შენ? მე სტამბოლში, ჩაჯექი ძაგიყვან. Eyvallah. მადლობა ძმაო. Abi çok იმდენი ხანია უკვე გზაში ვარ. Yollardayım. Gidelim abi. დავიდეთ. დავიდეთ.
იგივე სიზმარე? რომელი საათია? რატომ არ მეყვები? ძალიან გვიანია. სამაგიეროდ დარჩი. რომ ძდააგვიანო არაფერი არ უნდა გითხრან. ყავა გაგიგეთო? არა, ოფისში წასვლისას გზად დავლევ. რაც შეიძლება სწრაფად წავალ გზად ქალბატონ სუმროს რომ არ შეხვდე. ბევრს ბუზღუნებს. არა. ბუზღუნებს რა თქმა უნდა ბუზღუნებს. რა უნდა? ვითომ ქირით კი არა სტუმრად ხარ მასთან. არა ის შენზე კი არა ჩემზე ვრაზავს. უცოლო ბიჭს ახალგაზრდა გოგო ოთახში რომ მომყავს. არ მეყვარს როცა მიცავენ. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. გუშინ სამორიგო დარჩი ქალბატონო სუმრო, ამიტომ გავიღვიძე ცოტა გვიან. თავი მოიკალე მუშაობით, ვნახოთ რამდენ ხანს გასტან. Ona söyle. იმას კი უთხარი? Ayakkabıyı სახლში ფეხსაცმლით არ იაროს. პარკეტი ფუჭდება. Alsın bir ჩუსტები წამოიღოს და შენს ოთახში დაალაგოს. ასე თუ აპირებს სიარულს. მართალი ხარ ქალბატონო სუმრო, არ გაბრაზდეთ. kendi evinde de თავის სახლშიც ფეხსაცმლით დადის? მიდიხართ? მივდივარ, ბაზარში გავალ. ჩაი ავადოღა მზად არის. საუზმის გარეშე არ გახვიდე. კარგი, ერთადერთი ხართ ქალბატონო სუმრო. öyle ben ნამდვილად ერთადერთი ვარ. არის კიდევ ვინმე სუმრო? არა. რა შრობი, მზად ხარ? მზად ვარ. კარგი, ქალბატონი სუმრო წავიდა. უქმეებზე რა საკეთებ? თავისუფალი იყავი არა? ო, პილოტში ხომ არ წავიდეთ? ჩვენ ორნი? რაიონის ბავშვებს დავგვერდი, ისინიც წავიყვანოთ და ყველა ერთად წავიდეთ. მარტო არა? არა, მე არ შემიძლია. სამსახურში საქმეები მაქვს. გამოვიცვლე და წაგიყვან. არ მინდა ჩემით წავალ. რამე ხომ არ გინდა რომ მითხრა? თავს მიხედე. მორჩა? არ მეტყვი რომ გეყვარვარ და მოგენატრები. მაპატია. ნუ მე ბოდიშები ძირფასო. კარგი ემოტყუება რომ არ შეგიძლია. ასეთები ვართ. შაბათს დაგირეკავ. შეხვედრამდე. ბატონო პირად. ბიჭო შენ რა გოგონა ყავს? თანაც ასეთი? კეთს ვიხრი შენს წინაშე ძმაო. უმრობას თავი დაანებე. ამდენი თვეა სადად იხარ? მე ხომ ბოდრუმში ვიყავე. ტელეფონზე რატომ არ პასუხობ? ქალბატონის სუმროსთვის ქირის ფული აქვს მისაცემი. ესე იგი მას შემდეგ რაც სასუმროს მეპატრონემ გამომიყენა, შენ იგივე ქალბატონ სუმროს გაუკეთე არა? ზუსტად. ძმაო ფინანსური თავგადასავლები. აქამდე ავტოსტოპით მოვედი. ფული რომ არ დამეხარჯა. სატვირთოთი ვიმგზავრე. მძღოლი მთელი გზა ლაპარაკობდა, თავი გამისკდა. ძალიან მეძინება. რა საკეთებ ბიჭო? ეს ოთახი უკვე სხვისია. მოიცოდეს როგორ? ჩემი ნივთები აქ არის. მე არ ვიცი. წავალ და ქალბატონ სუმროს დაველაპარაკები. მოიცადე. რა გჭირს? ვიხუმრე. ძმაო ასე ხუმრობენ? ხუმრობენ რა თქმა უნდა. კალმა ჩემი ნივთები ნავგის პარკში ჩაალაგა. ო, გადაყრაუნდა და ძლივს გავაჩერე. არ ვიცი იტირებ თუ ილოცებ რომ დაგტოვან. საღამოს მოულობ ქალბატონ სუმროს გულს. მაგრამ შენთვის ფული ხომ არ მოუციეთ? არა, მაგრამ ორი კონდენსიონერი მოვიპარე და უკვე გავყიდე. ეს ქალის საფულე საიდან? ვისია, მოიპარე? არა, არ მომიპარავს. კიპიცები არ მომიპარავს. ნუ ეპიცები, თუ არ მოგიპარავს, შენ და რა უნდა?
ვიპოვე, როცა მანქანას ვაჭერებდი. მე პატრონისთვის მინდოდა დამებრუნებინა, მაგრამ იმ მომენტში სატვირთომ ჩამოიარა და ხელში დამჭა. ფული იდო? არა, არაფერი არ იდო. ზუსტად 55 ლირა. Oğlum şimdi yok. მაგრამ ახლა აღარდევს. დახარჯე, ეს ქურდობაა ბიჭო. თავი დამანებე უნდა დავიზენო. ეს რას ნიშნავს? გოგო საფულე აიღე და მთელი ფული დახარჯე. სირცხვილია. შენსავით საფულის მე პატრონეც კი არ გაწოვებულა, ამიტომ შემეში. შევეშვა. საფულეს თავი დაანებე. ეს გოგო სად ნახე? მე რას გელაპარაკები, შენ კიდევ რას ამბობ? ძმა უკითხე, მეგობარი ყავს? მერიემ გაზიანი სასმელები ისე დაალაგე, რომ შუშას არ შეეხო. მერე ფუჭდება. კარგი. მობრუნდი. შენი ბეიჯი სად არის? კლიენტები ვერ მიხდები, ამყიდველი ხარ თუ გამყიდველი? ძალიან ცუდად მუშაობთ. რამდენჯერ თქვი? ეს მარკეტია. მარკეტი. Tamam unutmuşum. კარგი, დამავიწყდა, ახლავე გავიკეთებ. Cüzdanım. ჩემი საფულე. Cüzdanım. ჩემი საფულე არ არის. ჯანდაბა მეუბნება წყალი წაიღეო. Cüzdanım yok. საფულე არ არის. Nasıl yok? როგორ თუ არ არის? Yok. არ არის. Düşürdün mü? ნეტავა მომივარდა? შეიძლება სახლში დაგჭა. Yok hayır. არა, დილით ბიზიას მივეცი ხელფასი. შემდეგ კი უკან ჩავდე. ვიცი, აქ იყო. Koydum. Biliyorum buradaydı. მერიემ შენ ხელფასი ისო ბიძა შენს აძლევ? როგორ ცხოვრობ? Ve telefonu çıkar. შეიძლება მაშინ ამომივარდა, როცა ტელეფონს ვიღებდი. Ben mi gideyim? წავალ ნახავ, საფულეში ის მქონდა. Dur. Tülay abla. რა გქონდა, დაიცადე. Tülay abla. დაუტულაი. უნდა გავიდე, საფულე ამომივარდა. Cüzdanımı düşürmüşüm. კარგი, წადი, მაგრამ მხოლოდ 9 საათით. ძმაო ისმაილ, რა ხდება? თხარწყლიდან მოიყვანე. რას ლაპარაკობ? გაჩერდი, ვითომ ვერ მიხდი. მერთო. ჩაის მიირთმოთ? მომეცი. და ძმა ისმაილის ანგარის მიაწერა. მიდი, ითამაშე. ისმაილ, შენი გოგო მირბის. მერიამ. გოგო. მერიამ. რა ხდება ძმაო ისმაილ? ესმის, მაგრამ ყურადღებას არ გაქცევს. მომხედე? დილიდან არ გამაგიჟო. ყოველთვის ასე აკეთებს, როცა აგებს. დგება და მიდის. როგორც ყოველთვის. რას აკეთებს, საინტერესოა. დედა, Mektup. წერილი. გოგო. აქ რას დაეცებ? საფულე დავკარგე. სულევო. მოულაც კი არ შეგიძლია. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ხალხში ნოტერი სირცხვილია. გადააბიჯე. კიდევ კარგი ხელფასი დილით გამოგართვი. თორემ იმასაც დაკარგავდი. ღმერთმა დაისვა. პასპორტი საფულეში იყო რა? ო, რა თქმა უნდა, ტვინი საერთოდ არ გაქვს, არა. მიდი. ცოტა ნელა. ხალხის წინაშე აღარასდროს გაიქცე. აბა გიხსნება. შემდეგ იტყვიან ისმაილის დიშვილი ამას სპეციალურად აკეთებსო. მიდი. პასპორტიც გააკეთე, საჭიროა. ნახა რა დრო დაკარგვისთვის, სულელი.
ძმაო მურატ, რომელ სართულზე? შენი ბედი ხომ ისი რომელ სართულზე იქნება? ბოლო. რაჰმეთ, უთხარი მანქანა გაიყვანონ, გზა რომ არ ჩავკეტოთ. ძმაო, მანქანის მე პატრონი სხვა არის. გასაღები არ დაუტოვებია, სადარჩა. კარგი, იუსუფ. მაშინ საჭესთან დავჯდები და თქვენ ნორმა მოაგვარეთ. ძმაო, 4 სართულია და ჩვენ ორი ამდენავეც როგორ ავიტანთ? საჭიროს 5 ჩვენს კომპანიაშია. ჩვენი უფროსი ასეც ყვეთს პრობლემებს, ძმაო, კარგი? ერთი წუთით. მოიცადე, ავეჯი გადაგვაქვს, ვიღაც უნდა დარჩეს. ერთი წუთი, ძმაო. ძმაო იუსუფ, ლიფტი არის? 4 სართულიანი შენობაა, რა ლიფტი? ძიმი არ არის? არა. წეული იყოს ეს რაიონი. რა მოხდა? ლიცეუმის მეგობარი ვნახე. 2 წუთით ვიდექით, ჩავეხუტე. ყველა ისე გვეყურებდა, თითქოს რაღაც დავაშავეთ. მერე კი წავიდნენ და ბებიას უთხრეს, რომ მისი შვილი დაინახეს. უთხრეს. გავთხოვდი, მაგრამ მაინც ვერ მოვიცილე. გოგო, რას შვები? ყველაფერი ნორმალურადაა. ირი? საფულე დაკარგა. რამდენი 1000 დაკარგე? ვიხუმრე ძვირფასო. ნუ თუ შეიძლება საფულის გამო ასე მოწყენა. ამის გამო არ მომიწყენია. აბა რატომ? დღეს ვილაპარაკეთ მთელხელფას ისო ბიძამის საძლევს. რატომ აძლევ? ახალგაზრდა ხარ, გათხოვდები, მზითებისთვის დააგროვე. არ თხოვდები, ბიძია მთხოვს და მე უარს ვერ ვეუბნები. რატომ? ისევ ჩუმად რატომ ხარ? რატომ არ ყვერი? ბიძიამ ბავშვთა სახლისგან მეხსნა. მის წინააღმდეგ როგორ წავალ? როდის გამოდიხარ? ახლა. რაღაცას ავიღებ და კართან დაგელოდები. შეხვედრამდე. იუსუფ, შენ შემოდი და მე მოგაწოდებ. ასე უფრო მალე მორჩებით, მიდი. თორემ საქმე არ დამთავრდება. ძიმია, ძმაო. ვიჯერ? ვიჯერ. რაჰმედეს შენ აიღე. ძმაო, მე ეგეც მე მომეცი, რაჰმეთს ზურგის ტკივა. რა ვქნა თუ ტკივა, უფროს უთხრა და სხვა ვიპოვოთ. ძმაო, უფროს არ უთხრა, ზურგი კი მტკივა, მაგრამ ავიღებ, მომეცი. რაჰმეთ, გაჩერდი. შენ კი მე დამიდე, ძმაო. ძალიან მძიმეა, დარწმუნებული ხარ, დადე. დავიჯერე. წაიღე, ძმაო.